საქართველოს დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა. საფრანგეთის პირველი პირი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება. ოლანდი თბილისში რამდენიმე წუთში ჩამოფრინდება. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოს საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს და პრეზიდენტის სასახლეში დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს საქმეთა მინისტრი საფრანგეთის პირველი პირის ვიზიტს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს უწოდებს. მაია ფანჯიგიძის ინფორმაციით დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რომპეიც ეწვევა. ეს არის რასაკვირველია საფრანგეთის როგორც სახელმწიფოს და როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრის ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ჩვენ უახლოვდებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს. თემები, რომელზედაც იქნება საუბარი, რასაკვირველია შეეხება ევროკავშირს და ნატოს მოახლოებულ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ნატოს სამით სექტემბერში, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.